კვირაში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის ორი გამამტყუნებელი განაჩენი კოალიცია ცვლილებისთვის ორი ლიდერის წინააღმდეგ. ზურაბ გიჩი-ჯაფარიძის შემდეგ ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილ დროებით კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით ნიკა მელიას შეეცვალა. პროცესზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დააკავეს 29 მაისს ლისის ტბის სასახლებთან შინაგან წმიდა სამინისტროს წარმომადგენლებმა. სულ რაღაცა 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო საშუალება პატრულის ფორმაში გამოწყობილი ძალიან ნერვულ მდგომარეობაში ყოფნა პირმა ძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა და აი ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა ძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ეგრეთ წოდებულ რაციაში კითხვა გაისვა, რაც გავიგეთ მეც და ძღოლმაც. ვიღაც ეთყობა მისმა ხელმძღვანელმა კითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო უკვე რა ხდებოდა. და აი აქ ასაიდან დაახლოებით მე რაც დავინახე და შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, იმიტომ რომ 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს, ვილად რო ვთქვა და გადავთვალე ძღოლის ჩათვლით იყვნენ 11-ნი, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი, წყალი, ისინი იყვნენ პოლიციელები, ან ქმედებაში, ან გამომეტყველებაში, ან საუბრის მანერაში, არის. სიტყვით მიმართვისას ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს უკანონო დავალებების შემსრულებელი უწოდა და წყალი შეასხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარბაზიდან გააძევეს. მომდენო 3 წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე, მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ეს კაცი უნდა ნიკა მელიას მიმართ აღძრულ საქმეს აბსურდულად აფასებენ მისი უფლებადამცველები. მათი თქმით, პოლიტიკოსის მიმართ ყველა სამართლებრივი ნორმა დაიღვა, როცა ის დაკისრებული გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე. რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ ნიკა მელია თავიდანვე უარს ამბობდა გირაოს გადახდაზე, რაც მისი აზრით პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკმარისი საფუძველი იყო. ბრალდებულისგან ნიკანორ მელიასგან 29 დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ პოზიციას, რომ იგი არ აპირებდა გირაოს ოდენობის გადახდას, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს პროცესზე მოვისმინეთ დაცვის მხარის პოზიცია, რომ თურმე ბოლოს 3 საათში იგი შეიცვლიდა პოზიციას და იგი გადაიხდიდა გირაოს ოდენობას, თუმცა შეეზღუდა ამის შესაძლებლობა. ბუნებრივია ეს იყო მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი იყო სახეზე იყო, ვინაიდან მან უგულებელ იყო სასამართლოს განჩინება. არ გადაიხადა, არ უზრუნველყო და არ შეასრულა მოსამართლის განჩინება. პირველი ეს არის საფუძველი, რომ ის მიმართ გამოყენებული პოზიცია. პროკურორმა მოითხოვა ნიკა მელიას მიმართ დაპატიმრება იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მტკიცდებოდა, რომ იმ 30 დღის განმავლობაში და ეს 30 დღე გადიოდა გუშინ ღამის 12 საათამდე ნიკა მელიას ჰქონდა შესაძლებლობა გირაოს გადახდის და მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლო პროცესზე, რომ ნიკა მელიას აღნიშნული შესაძლებლობა არ ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე საათის განმავლობაში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომ გადაეხადა გირაო. იგი იყო დაკავებული, გატაცებული და სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი გირაოს გადახდის საუბრობ, მას აღნიშნული მოუსპო მასთან მიმართების ჩატარებულმა უკანონო ოპერაციამ. მოსამართლე შვანგირაძეს ყავს უკანონო პატიმარი კვლავ ვიმეორებ, არა იმიტომ რომ არასწორად განმარტა ნორმა ან მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე, არა, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება რომ იყოს. წერტილი აქვს მისი მოსაზრება, რაღაცა იმასთან დაკავშირებით რამ სიმაღლეა, რა ხმაზე ლაპარაკობს, რა ვიცი, როგორ გამოიყურება და ასე შემდეგ, ეს არის მისი მოსაზრებები და მოსაზრებებით ადამიანები არ მიდიან წინასწარ პატიმრობაში, უпростоრად გირაო არ ეცვლება წინასწარი პატიმრობით. ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეკრებილებსაც არუშვებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. ადგილზე დილიდან კვლავ სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება იყო.
ვიდრე ნიკა მელიას საქალაქო სასამართლოში გადაიყვანდნენ, ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 მაისის დილას წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. უცნობია, რატომ გადაწყვიტა შინაგანსაკუთრებთა სამინისტრომ ადგილზე სპეციალური ტექნიკის მობილიზება. უწყებას არაფერი განუმარტავს.